კუნძულზე ბერმა გაბრიელმა ბრძანა. ადამიანის ორგანიზმს შეუძლია აიტანოს 45 დელი სიძლიერის ტკივილი. მაგრამ დედა მშობიარობისას განიცდის 57 დელი სიძლიერის ტკივილს. ეს იგივეა, რაც 12 ძვლის გადამტვრევა ერთდროულად. დედა, დედიკო დე, სიტყვა, რომელსაც ასაკი არ გააჩნია. დედა, ადამიანი, რომელმაც 9 თვე საკუთარი სხეულით ხო რომ მთელი ცხოვრება საკუთარი გულით გატარა. დედა, ადამიანი, რომელსაც შეუძლია საკუთარი თავი გასწიროს შვილის სიცოცხლისათვის დაუფიქრებლად. ნუ გაუნაწყენდებით დედებს, ნუ აწყენინებთ, ნუ ატკენთ გულს. წვრილმანებისთვის ნუ შეეკამათებით, პირიქით, ჩაეხუტეთ, აკოცეთ, მოეფერეთ, ეს ხო მისთვის დიდი ბედნიერებაა. დააფასეთ, სანამ ყავთ დედები. ვა, მადლობა. კაი, მართლა. აიდე. იშიმშილა და იტანჯა ჩვენთვის გასამართლებლად აბარამეთქმის. მონანიება შორიგზით მოდის, ყველაფრისათვის მოვიხდი ბოდიშს. მაგრამ ვაი რომ არის გვიანი, რამ წარეცდება ადამიანი. აი ამიტომ მოგმართავთ ყველას, სანამ დრო არის, ეფერეთ დედას. მაგრამ თუ უკვე ცოცხალი არ ყავთ, იქ რომ დაადგეს სხივი ნათელი, ნუ დაიზარებთ. მშობელ დედისთვის დაანთეთ თუნდაც ერთი სანთელი. ძალიან დიდი მადლობა, ბატონო დათო. ემოციებით ვიყავ. პირველი სტუმრობაა თქვენი, პირველი შეხვედრა ჩემთან და რა ვიცი, მე მგონია რომ ამ გადაცემაში ყველას რაღაცა ემართება სხვანაირები ხდებიან და დღეს ბატონო დათო იყო სრულიად სხვაგვარი. ძალიან დიდი მადლობა. უღმესი მადლობა ამ გულწრფელობისთვის და რასთორე იმისთვის რომ დედა მოგვიყვანეთ სტუმრად. კვარტეტის ბიჭებს თხოვ ჩვენთან სტუდიაში და ყვავილები ყველა დედა